კასპში ვართ რევაზიშვილების ოჯახში. თქვენ მზადებით ბატონი რამაზი. კი ბატონო. ბატონ რამაზ, ეს საქმე ტრადიციული ხელობაა ამ სოფლისთვის? ბევრი მუშაობს ამ საქმეზე? მუშაობდა? ძალიან ბევრი მუშაობდა. მეკალათეობა ქვია ხო ამ საქმეს? ალბათ ეგრე დავარქვას. თქვენი პაპაც მუშაობდა, მამაც მუშაობდა? მახსოვს რომ პაპა ჩემი ცნობდა დიდ კალათებს საბაზარეთ თავისთვის. თავისთვის. ხელიან კალათებს. ხო დიდი კალათები იყო ხელიან. ხელიან. ნუ მაშინ მოუხარშავი ძნელი ცნავდნენ ხოლმე. ხო, მაგრამ მე მიყვარს ის მოუხარშავი. იცი რა მაინტერესებს? მე მეგობრობ ქოსაშვილების ოჯახთან კასპში. თქვენ გეცოდინებათ კი ისინი? ბატონო, ნათესავები ვართ. ნათესავები ყოფილხართ, კი. მათგან რაღაცები ვიცი. კი. მეუბნებია რომ წყნელის პრობლემაა, როცა ვთხოვ ხელიან კალათები მომწონს, მე ორ ხელიან რო არის ძველებური ფორმები და ისინი მეუბნებიან რომ ჭირს წყნელი. ზუსტად ეგ. რატო ეგ? ეგ ამბავი რატომ რაში მდგომარეობს ეგ გაჭირება? რავი ზოგი იმას აბრალებს რომ გრაბილკებმა გაწყდა მდინარის პირზე. რისი წყნელით იწვნება კალათები? ბუნებრივი წყნელი რომელია ის ველური რომელია? ჭიაჭმურს ეძახიან რა. როგორ? ჭიაჭმურს. ჭიაჭმური ესე იგი არის ველური, კი. ტირიფის. ნუ ზოგი ტირიფს ეძახის. როგორ გითხარით? მანეულს ეძახით. მანეულ. კი. გადაჭრი ისევ ამოვა. კი. მეორე წელს. კი ბატონო. თქვენ ახლა ველურად ჭრით თუ თქვენც მოყავთ თქვენი? შარებში მაქვს რამაზად. ხო და შემოდგომით იჭრება. მეორე წელს ახალი ამოდის. მე ის რომ თქვენს გარდა ვინმეს დარგული აქვს ეზოში, აი რომ პლანტაცია რო კონდეს, სადაც წყნელი მოიჭრება? ეგრე არა, ცოტა ეხლა რამდენიმე ძირი შეიძლება გქონდეს, მაგრამ ეგრე რომ ფართობი ვინმემ გააკეთოს არა. თქვენ ხართ პირველი. ეგრე გამოვიდა. ეს კაი საქმეა. კაი საქმეა. ეს წითელი ფერის რაც არის, ეგ არის ის უცნაური უცხო ჯიშები ალბათ რა. რითი ჯობია ეს იმ ველურს? შეიძლება აქაც გამოიყვანო გადამყნობა უნდა გადამყნობა რომ ჯიში გამოიყვანო რომ არ დაიმტვეს. თუ გამხმარია უკვე ესნერი 1-3 საათი უნდა იდუღოს ხალში. უი რას ამბობ? და მის 4 საათამდე რა. ამდენი ხარშვა უნდა. ტრადიციული ფორმები, როგორია კალათის ფორმები, ტრადიციული. ესენი ხო არ არის ხა თანამედროვე ფორმებია. მუცლიანი გოდრები იყო, მაგალითად ეს რომ დიდი გოდორი იყო ეს მაგალითად. და ესეთი მუცლიანი გოდრები და რისთვის იყო ის? აი მამაც ჩემ ერთხელ დაწნა 2 ცალი გოდორი, ზუსტად 50 კილო შინდი ჩადიოდა. შინდი. ხო. ზუგდიდ ჩავიდა და გავყიდე შინდი ჩემი ბაღისა და მე ბაზარში გავყიდე ის გოდრები. აი ორი ყური ქონდა, ჩაალაგებდი შიგა და წაიღებდი, გამძლე იყო. კი, ძირდავე მოძდევდა, მაგარი ყური ქონდა. და ასე მოხდა. აი ესეთი მუცლიანი გოდრები იყო. თავის თავსაფრები. ამ საქმით ადამიანი, ოჯახი თავს შეინახავს თუ ვერ? აი ახალგაზრდა ოჯახმა რომ მოინდომოს წყნელი დარგას, თავისი მოიყვანოს, მერე ახალ-ახალი ფორმები გამოიგონოს, იცხოვრებს თუ ვერა? ხანა 3 თვე ჩავარდნა მქონია, ხან კიდე 3 თვე ხალხი რიგში მყოლია. ვერ გაიგე. ვერ გაიგე. როგორც ყველა საქმეს ის. სიამოვნებს რომ ეკან სხვებურს რომ წნავ დავამთავრებ და მომეწონება, აი მაგითავთ ვერ გხმე რა. რა კარგია. კი. აი მერე ვწყნარდები, შეიძლება იქ ვინერვიულო სანამ გამომივა. საქმე რომ აქ მიხარი. ხანა ის უცბად მომივა იდეა, ეს უნდა ჩავიფიქრებ, უნდა გავაკეთოთ. ეხლა არა, მაგრამ მაინც გავაკეთებ. ჩემი ბაბუა იყო მეკალათე და თელი ბავშვობა ასე გავატარე. წყნელთან და ჩვენთან ქალებიც გსოვდნენ, ჩვენთან ხო ჩაი მოყავდათ. ჩაი გვაქვს ჩვენ ბევრი გურიაში და ჩაის კალათებს ვწნავდით, ჩაისთვის, გოდრებს, გორიცებს, კალათებს, კაშოლკას ვეძახით. თხილით ხო? თხილით და მერე ბოლოს ბამბუკით დავიწყეთ, იმიტომ რომ ბრტყელია და ადვილად. გამოდიოდა ბამბუკით. კი, როგორ არა, ბრტყელია ის ჩელტებს ვეძახით და ჩელტია ამას რასაც ქვეშ უდებდით და საწნავად ასე თხელთხელად და ავხდიდით და კარგად უცებ იწვნებოდა. თითო გოდორს წნავდა ბაბუა ერთ საღამოს. დიდ გოდრებს, ჩაისაკრებ გოდრებს, საზიდ გოდრებს, სამხრებს უტევდა. მასალა გამზადებული ქონდეს, ხო, მასალა გამზადებული და მერე ქალებით წნავდნენ ხოდაშორის, თავს ვერ უხვევდნენ, ამას ვერ უკეთებდნენ, მაგრამ ბებია ჩემი, დედა ჩემი ცოტა ცდილობდა ბაბუას ძმა ყავდა დათიკო ბაბუა ყველა გსოვდა. შეიძლება შერეულიც ლამაზი გამოვიდა. არა მგონია. ის ტკეჩი ამას არ მოუხდება. ის ბრტყელია და ამას არა. ეს სხვა ამბავია. მე მგონია რომ სხვა ამბავია. ხახალი მინდა, დიდი ხახალი მინდა 1.30 ცალი. შემოდგომაზე რომ ვაკეთებთ გამოფენებს, რაღაც ამბებს, ხილის დასაწყობა თბილისობებზე ძალიან გვინდა. გავაკეთოთ მერე. გავაკეთოთ რა, აი მსხვილი წყნელით რაც გაქვთ. თქვენი გამგრძელებელი ვინ არის? მე და მე მოვიდეს მოიცადნოს არავის ვეთქვი უარს. ვისაც უნდა სწავლა.